ევროპის უმეტესი ქვეყნების ლიდერები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაარწმუნონ უარი თქვას უკრაინის სიტუაციის კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე მოლაპარაკებებით გადაჭრის გზაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტ ტრამპი ნამდვილად ერთგულია უკრაინული კრიზისის მშვიდობიანი მოღვაწეებისადმი და დაიცავს იმ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ანკორიჯის სამიტზე. პრინციპებს, რომლებიც ფაქტობრივად ამერიკულ ინიციატივებზე იყო დაფუძნებული. ხოდაშორის ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ არ გქონია და ამჟამადაც არ გვაქვს განზრახვა თავს დავესხათ ნატოს ან ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას. სადვართ ეს პოზიცია მომავალ უსაფრთხოების გარანტიებში დავამკვიდროთ ევრაზიის ამ ნაწილისთვის. თუმცა ევროკავშირის ლიდერები თავს არიდებენ ასეთი გარანტიების შესახებ კოლექტიურ განხილვას და ამაყად აცხადებენ, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უნდა არსებობდეს არა რუსეთის მონაწილეობით, არამედ რუსეთის წინააღმდეგ. ბოლო დროს ჩვენ და რუსეთს გვადანაშაულებენ, რომ ხვალან ზეგ დავიკავებთ პოლონეთს, ან ბალტიისპირეთს, ან ყველაფერს ერთად, სულ მცირე სულვაკის დერეფანს. ამას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან ვისმენ. ეს სრული სისულელეა. ჩვენ მიზანში არავის ვიღებთ. არანაირი ევროპა, პარიზი ან ლონდონი არ გვჭირდება. არც ლიეტუვა და არც პოლონეთი. ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება. ზოგიერთმა მეზობელმა საზღვრების დახურვით აბსურდული თაღლითობა ჩაიდინა. მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით.